გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, პატივისცემულო დამსწრე საზოგადოება, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით სამხედრო ისტორიის საზოგადოების სახელით, პირადად ჩემი სახელით, ჩვენ დღეს აქ ვაწარმოებთ აი ამ წყნვარი ნაშრომის წარდგენა გაყიდვას. ჩვენ ამ წიგნზე ვიმუშავეთ რამოდენიმე წელიწადი. მაგის ამ წიგნის წინამორბედმა ნახა ზის სინათლე, თუ აქ ზოგიერთები არიან, ვინც ესწრებოდა მაშინ 2019 წლის 1 მარტს ვეტერანთა სამსახურში ჩვენ წარვადგინეთ ის წიგნი, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება, იმ წიგნში ბევრი რაღაცა ისე არ გამოგვივიდა, როგორც უნდა გამოსულიყო. ეს წიგნი არის ფერადი, ენციკლოპედიური ხასიათის დატვირთვა აქვს და აქ მოიყარა თავი იმ კატეგორიამ, ვინც დამოუკიდებელ საქართველოს თავისი ღვაწლი და ენერგია შემატა. ან სუფთა დამოუკიდებლობაზე არის აქ ლაპარაკი. აქ არის 1918-1921 წლებში ვინც მოღვაწეობდა ქართულ არმიაში. ასეთი კონგლომერატი გავაკეთეთ ჩვენ, რომ იმ არმიაში, იმ დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში მარტო ის ხალხი არ მსახურობდა, ვისაც დამოუკიდებლობის პერიოდში მიენიჭა მთავრობის დადგენილებით წოდება გენერალის. იმიტომ რომ ეს პერიოდი იყო გენერალ-მაიორის წოდებებს ანიჭებდნენ, მაგრამ იყო მერე პერიოდი უკვე 19 წლიდან. იყო უკვე პირდაპირ გენერალის წოდება ერქვა ამ წოდებას. გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი აღარ არსებობდა და არსებობდა ჩინი ასეთი გენერალის. მაგრამ იმ ჯარში გარდა იმისა, რომ ჩვენი პატრიოტი ხალხი მსახურობდა ბევრი ისეთი პიროვნებაც, რომლებიც მსახურობდნენ და თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარეს მეფის არმიაში, რუსეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობაში, მთავრობის დროს ჯარში მსახურობდნენ, ამიერკავკასიის კომისარიატის ჯარებში მსახურობდნენ. ეს პერიოდია, როცა გაიყო სამ რესპუბლიკად და აი იმ პერიოდის გენერალებიც და ისინი შემოვიდნენ და მე ემსახურებოდნენ საქართველოს იდეას. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ხალხი არ დაგვეტოვებინა გარეთ და გამოვიდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში 28 გენერალი ყავდა ჩვენ და ამას მიემატა კიდე 32 ის ხალხი და ამიტომ გამოვიდა 60 კაცი. ამიტომ მაგითი ღვაწლის დაკარგვა როგორ შეიძლებოდა. ანალოგიური სიტუაცია ჩვენ განვახორციელეთ უკვე 92 წლიდან დღევანდელ ჯარში. იმ წიგნში ასე არ იყო გაკეთებული და ახლა ჩვენ ვიმუშავეთ ამ თემაზე და გავაკეთეთ სტრუქტურების მიხედვით. თავდაცვის ძალები ცალკე ჩამოვაყალიბეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე, უშიშროების და უსაფრთხოების სამსახური ცალკე, დაზვერვის სამსახური ცალკე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ცალკე. და არის კიდე იქ 4 გენერალი არის ასეთი პოლიციელთა საერთაშორისო ასოციაცია, ინტერპოლის გენერალებს ეძახიან მაგათ. ეს 4 კაცი არის. ხო და სულ მთლიანად წიგნში წარმოდგენილია 324 პერსონალია, აქედან 321 გენერალია და 4 არის ადმირალი. ახლა ჩვენ ყველაზე მეტი ყავს თავდაცვაში. პროცენტულად ვიძახი მე. თავდაცვაში მეორე ადგილზე მოდიან, ესე იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალიტეტი, უშიშროებაში და უსაფრთხოებაში უფრო ნაკლები 3 კაცი დაზვერვის სამსახურს ყავს დღევანდელ დღეს და 8 კაცი ყავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. ჩვენ მიგვაჩნია ასე, საერთოდ სამხედრო ისტორიის საზოგადოება პრინციპში თავის დროზე, როცა ჩვენ მე და ჩემი თანა მოაზრეებმა როცა შევქმნით ეს საზოგადოება, მე ხშირად ტელევიზიასაც მაგას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას. ჩვენი გენერალური ხაზი იყო,
რომ ასეთი ნაშრომები უნდა შეიქმნას. ეს არის ყველაფერს თავი დავანებოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, არა ბატონ დავით, ეგრეა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია. ასეთი ნაშრომები უნდა იყოს აუცილებლად, რომ ეს არის სამხედრო პატრიოტული აზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი არის და თუ ასეთი ნაშრომები არ იქნება, მაშინ აბა ჩვენის მომავალი თაობა რას ისწავლის, თუ ასეთ ნაშრომებს არ დაუწევებს, სწორია. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ და გარდა ამისა, რომ ჩვენ ეს შევქმნის რედაქტორი წიგნის არის ბატონი ალეკო დაუშვილი, ცნობილი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლომის სტილის მუშაობისა ეკუთვნის ბატონ არჩილ ჩაჩხიანს, ისტორიის დოქტორს, პროფესორს, ჩემს მეგობარს, კოლეგას, ჩვენ ადრე მსახურობთ შეერებულ ძალებშიც. ამიტომ მთელი სული და გული არის ჩაქსოვილი ამ პროექტში. აი ბატონი დავით ფეიქრიშვილი, ცნობილი ჩვენი მოღვაწე არის, რომელიც მუშაობს ამ პროექტზე. მემატიანე, ცნობილი პროექტი არის. ნუ ყველამ, როგორც იცახიან, ჩვენი წილი ჩავლის. მარტო მე არ მეკუთვნის ეს ნაშრომი. აქ არის მამია გოგოლაძე, ვიცე-პოლკოვნიკი, მაგრამ ის ახლა მოვა, აგვიანებს რა უბრალოდ. ხო, არის კიდე ერთი დავით ჭედლიძე, ვიცე-პოლკოვნიკი თადარიგის, ისიც აგვიანებს. და აი ჩვენ ყველამ, რა ვიცი, მთელი გული და სული ჩავაქსოვეთ. საერთოდ ჩვენ როცა ვაკეთებთ წიგნებს, ხო, ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს თავის დონეზე. ახლა წლებია ვმუშაობ მე ამ თემატიკაზე, ნუ ბევრი მე მიცნობ საზოგადოებიდან, მაგრამ ყოველთვის რაღაცა აკლდა. ამა თუ იმ ნაშრომს. თქვათ იყო სურათი პიროვნების, ნუ არ იყო ბიოგრაფია, ან იყო ბიოგრაფია, არ იყო სურათი. ხო და ამ თემაზე საერთოდ აი ქალბატონი მაყოლა გონაშვილის მოვდანდა. ხო და სულ რაღაცები აკლდა და ამიტომ ჩვენ ეს ერთობლიობაში მოვიყვანეთ და აი საზოგადოების წინაშე, თქვენს წინაშე დღეს წარვადგინეთ ეს ნაშრომი და ეხლა ხომ იცით, ვინც არ მუშაობს, ის შეცდომებს არ უშვებს, როგორც წესი, მაგრამ აქ და მერწმუნეთ, უკვე ისეთი შეცდომები არ არის. ნუ ყველაფერი არის, ნუ მისაღებია, ხო? მისაღებია, ხო? ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით საერთოდ მუშაობთ. სამხედრო ისტორიის საზოგადოებას ძალიან ბევრი პროექტებია კიდე განსახორციელებელი. ნუ წელს ვიცით კარგად, რომ სრულდება ეროვნული გვარდიის 35 წელი. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს დამუშავებული. ნუ პრინციპში ნაშრომი უკვე მზად არის, რომ გამოიცეს. ნუ ალბათ ამასაც განვახორციელებთ ჩვენ წელს. და თქვენ მიიღებთ ამაზე უკეთეს ნაშრომს. მე პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო ამ წიგნის მთავარი სპონსორის. მთავარი რა, ერთადერთი სპონსორი არის ბატონი რაფიკ აგაჯანიანი, რომელიც წლებია გვერდში დგას სამხედრო ისტორიის საზოგადოებასთან და ახორციელებს აი ბატონი რაფიკი, იცნობდეთ საინტერესო პიროვნება თვითონ და ცნობილი ბიზნესმენია და ცნობილი მეცენატი არის, რომელიც ასეთ სასიკეთო საქმეებს აკეთებს საერთოდ რა და ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო რაფიკ იმ სასიკეთო საქმეებში, რასაც თქვენ ახორციელებთ საერთოდ რა. და ბევრი რო იყოს თქვენისთან ადამიანი, კარგი იქნებოდა. ნუ, აი ეს რაც მე უნდა მეთქვა, როგორც საზოგადოების დირექტორი და ეხლა სიტყვას ვაძლევთ ქალბატონ მაყვალა გონაშვილს. თქვენ უნდა გაგესნათ წესით ეს. მაგრამ მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, პატივისცემით. კარგად მოგეხსენებათ, რომ არის უამრავი სიტყვა თანამედროვე საქართველოში, რომელმაც თითქოს მნიშვნელობა დაკარგა. როგორიც არის მამულიშვილი, რაინდი, ჭეშმარიტი ქველმოქმედი და აი ასეთი სიტყვებმა რაღაცნაირად თითქოს მიიღო მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობითი მნიშვნელობა. რა ბედნიერება, რომ ეხლა დარბაზში
არიან ადამიანები, რომლებსაც ეს სიტყვები საოცრად უხდებათ. ისეთები, რომლებმაც ეს საოცარი წიგნი შექმნეს. ყოველთვის ჩემში აღფრთოვანებას იწვევს არა დავალებით გაკეთებული საქმეები, არა იმისთვის, რომ ამ საქმიდან დიდი მოგება ნახონ და ვითომ ამით სამშობლოს ემსახურებიან, არამედ გულიდან წამოსული საქმეები, გულიდან წამოსული საქმეები, რომელიც ჭეშმარიტი პატრიოტიზმი არის. მე ჩამოვთვლი იმ ადამიანებს, ვინც ეს საოცრად დიდი ნაშრომი დადეს ქართველი მკითხველისათვის, ბატონი მამუკა გოგიტიძე, მინდა მივესალმოთ მას დიდი სიყვარულით, ბატონი არჩილ ჩაჩხიანი, უდიდესი თაყვანისცემა მას, ბატონი გია ნაირაშვილი, ბატონი მამია გოგოლაძე და ბატონი დავით მჭედლიძე. უდიდესი მადლობა ამ ადამიანებს იმისთვის, რომ აი ესე იღწვიან და ამასინათ ვნახე ერთი გადაცემა, რომელიც ეძღვნებოდა ერთ-ერთ ინგლისელ მილიონერს, რომელმაც მთელი ცხოვრება აწამა მუშები, ამუშავა მთელი წელიწადი არ აძლევდა დაბალ ხელფას აძლევდა, წელიწადში ერთი დღე ასვენებდა და მერე უკვე როცა ამ საქმეს შეეშვა, დიდი ქველმოქმედებად ჩაეთვალა თავის საქმე, იმიტომ რომ ბიბლიოთეკებს აფინანსებდა და თავისი მილიარდები ამ საქმეში ჩადო. მაგრამ სულ ფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს საქმეს, განა ისინი უფრო დიდი ქველმოქმედები არ იყვნენ, განა ისინი უფრო დიდი ადამიანები არ იყვნენ, ვისი სახელები ძალიან ხშირად ისტორიის ფურცლებზე იქნებ ცალკე გვარადაც კი არ მოიხსენიება. უდიდესი თაყვანისცემა ყველა იმ ადამიანს, რომლის ქმედება სიკეთით არის და გაცემაც სიკეთით არის. ანუ ორივე შემთხვევაში მოპოვება, მოხვეჭას და გაცემაც მოდის სიკეთიდან და ჩემთვის თქვენ ამ წიგნის ავტორები უპირველესად ხართ აი ეს ქველმოქმედები. ჯერ მარტო იმს რა დღირს, რომ თვითონ მწერალთა კავშირის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, რომელსაც არ აქვს დაფინანსება სახელმწიფოები, რომელსაც აი შენობა ჩვენი გადარჩენილია და ფაქტიურად ღარიბი ნათესავებით მაინსტუმრები ვარ, ყველანაირად, რომელსაც აქვს უამრავი პრობლემა, აი ასეთი ადამიანები, როგორც ბატონი მამია, ბატონი მამუკა არის, ხარში გვიდგანა და როცა ჩვენ რაღაცა უმნიშვნელოვანეს ღონისძიებები გვაქვს, გვეხმარებიან. ამისთვის უდიდესი მადლობა, ამ სიკეთისთვის უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ ეხლა ის ეპოქაა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გაუწოდოთ ხელი კეთილინების ადამიანებმა და ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ და უთხრათ, რომ გადავიტანოთ რაღაც მძიმე პერიოდი, უსიყვარულობის ეპოქა, სიყვარულით გადავიტანოთ და აი ამ სიყვარულისთვის, ამ თანადგომისთვის უდიდესი მადლობა თვითოულ თქვენგანს და ბატონ რაფიქს მინდა უდიდესი მადლობა უთხრა. ქველმოქმედება კეთილშობილ გულთა წესიაო ბრძანებდა გრიგოლ ორბელიანი, მართლაც კეთილშობილი უნდა ქონდეს გული, რომ ქველმოქმედი იყო და უნდა იყო უკეთილშობილესი, რომ აი ეს წიგნი თავისებური სიმბოლოც არის ქართველი და სომეხი ადამიანების ერთგულების, სიყვარულის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო. მოგეხსენებათ უფალი აერთიანებს და ეშმაკი გაყოფს. ეს წიგნი არის უფლის მადლით დაწერილი წიგნი, იმიტომ რომ ამ კარგად იციან წიგნის ავტორებმა ვის უნდა მიაგონ პატივი და როგორ უნდა მიაგონ პატივი. და მე მინდა ბატონ რაფიქს მადლობა უთხრა. ერთი ასევე ნიზამი განჯელი ამბობდა, რომ სიკეთეს ეძებ, დიდებას ეძებ, სიკეთე ქმენიო. მე მაოცებს ამ ადამიანის თვისება ისიც, რომ ის აკეთებს საოცარ სიკეთეს და დიდებას არ ეძებს. დღევანდელი დღე არის კაცურკაცობის, სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულის, ღვაწლმოსილებისა და სიკეთის დღე, რაც ალამაზებს ჩვენს ყოველდღიურ ყოფას და გილოცავთ ამ საოცარ დღეს. სიტყვა იძლევა ისტორიის მეცნიერთა დოქტორს, პროფესორ ალეკო დაუშვილს, წიგნის რედაქტორს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. პერსონალიები, ბიოგრაფიული ჟანრი, საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი მშვენიერი მიმართულებაა. ბიოგრაფიები შეიძლება დაიწეროს ორგვერდიანი, სამგვერდიანი, შეიძლება ტომებიც დაიწეროს. დღეს ჩვენს წინაშე წარმოდგენილია კოლოსალური შრომის შედეგი. ალბათ ვინც უვალოდ კი არ წაიკითხეთ, არამედ გადაფურცლეთ მაინც, ნახავთ როგორი რუდუნებით,
საქმის ცოდნით, დეტალურად არის წარმოჩენილი ქართველი პატრიოტების კოჰორტა. Აი შეიძლება ითქვას წარმოუდგენელი ადამიანები, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება, ენერგია, გამოცდილება სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, მის სამხედრო ოსტატობას შესწირეს. საერთოდ ახალს არაფერს არ ვიტყვი, თუ აღნიშნავ მეც, რომ ასეთი ნაშრომები რამდენიმე მიზანს ემსახურება და მე ჩამოგითვლით ამ მიზანს. პირველ რიგში სუფთა მეცნიერული დანიშნულება მისი. ესეთი კოლოსალური შრომის შედეგი ერთ-ორ თვეში არ კეთდება. ის წლების მუშაობას მოითხოვს და საარქივო, საბიბლიოთეკო საქმიანობის ძალიან რუდუნებით და ბოლომდე შესრულებას საჭიროებს. ეს ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს. მეორე წერანაც გაიჟღერა და ეს აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ასეთ ნაშრომს აქვს პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ნაკლებად შეიმჩნევა. ჩვენი სახელმწიფო ისე გადაღლილია უამრავი პრობლემებით, რომ ეს თვითდინებაზეა ფაქტობრივად მოყვარულთა, აი ესეთი გულანთებული, ნამდვილი პატრიოტების საქმეა და ჩვენი კოლეგები, ჩვენი მეგობრები ამას ძალიან რუდუნებით აკეთებენ და ვინც ამ ნაშრომს წაიკითხავს, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობა, ის დარწმუნდება, რომ სამხედრო სპეციალობა, სამხედრო მომზადება ეს ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი მიმართულება და მესამე ასევე ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ წიგნით არის ხაზგასმული, ეს არის ხსოვნა გულისა. საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხომ ხსოვნა ჩვენი გმირების. ეს გმირები შეიძლება იყვნენ ძალიან დიდი გმირები, მაგრამ გმირობა არის სხვადასხვანაირი. პატარა საქმეც კი, აი ფრონტზე გამოჩენილი პატარა საქმეც, ის გმირობის ტოლფასია და ჩვენ ასეთი ქართველი ადამიანის მიერ გაკეთებული არაერთი. აი ამ წიგნშია ეს ყველაფერი თამოყრილი და ამიტომ არის საინტერესო. წიგნზე ჩემმა კოლეგებმა და ამ ჯგუფთან მე წლები შემოქმედებითი თანამშრომლობა მაკავშირებს, მე მათი დისერტაციების წამკითხველი და გამზიარებელიც ვარ და ვიცი მათი სულისკვეთება. აი ეს სულისკვეთება მათ მაქსიმალურად მოიტანეს და დახარჯეს აქ და მე მხოლოდ შემიძლია როგორც რედაქტორმა, რა თქმა უნდა, წიგნმა ცხოვრება ეხლა დაიწყო და ის კითხველის გულებამდე მივა, წაიკითხავენ, განაზოგადებენ, იქნება აღფრთოვანებაც, იქნება კრიტიკაც, ამის გარეშე არ არის არაფერი მეცნიერებას ეს სჭირდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პროექტი, რომელიც აი აქ ამ ჯგუფში ჩამოყალიბდა, ასევე სამხედრო თემატიკას ეძღვნება და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით დააგვირგვინებენ, ასევე ამ დარბაზში კიდევ უფრო დიდი აუდიტორიის განიხილება და კიდევ მივესალმებით მას. კოლეგებს კი ყოველივე წარმატებას და მომავალ ბედნიერ შემოქმედებით ცხოვრებას უსურვებ. მადლობა. ეხლა მაცნობს, რომ დარბაზში იმყოფებიან სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები. დიდი მადლობა მინდა მათ მოვახსენო და ვთხოვო სიტყვით მამა ამირანს გამოვიდეს. გთხოვთ ბატონო. დიდი მადლობა. მამუკა გედოცა. ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა დღევანდელ დღეს, რომ მე არ მივიწყებენ ჩემი ძველი მეგობრები და მეც როგორც თქვენი ერთი რიგითი ჯარისკაცი
ყოველთვის თქვენ გვერდით ვიმყოფები. ეს ბედნიერება მაძლევს ძალას, ენერგიას, რაც ჩემმა მაყვალამ გაიმეორა იმ ვაჟკაცობისა, იმ სიდიადისა. ბოლოს ერთი ლოცვა დავწერე და ასე მიმართავ: ერო და ბერო, საქართველოს ყოფილო და მცველ რაინდებო, დღევანდელ რაინდებს ეხება და მე ბევრი სახეები დავინახე აქ, რომელთაც ნამდვილად პირდაპირ ეკუთვნის ეს მიმართვა. ჩემო მამუკა, მე ვიცი რა არის წიგნის ფასი, გამათა მამამ წერალთა კავშირმა და 7 წიგნი მაქვს, აი ესე ნაწვალები რაღაც ჩემი პოეზია არის თუ ბიოგრაფიული რაღაც ნაწყვეტები ჩემი ცხოვრებიდან და აქ ნამდვილ რაინდებზე იქნება საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ არ გამოგრჩებოდათ ის გმირები, ის თავდადებული ადამიანები, რომელთაც თქვენ მიუძღვენით და აი როგორი თქვენ ბრძანდებით. მე ვიხილები ადამიანს საერთოდ რომ დავინახავ, ნამდვილი ადამი მიზის აგერ გვერდით და მე ბედნიერი ვარ რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არა რაღაც ქართველები ასე რომ მიმართავთ ერთმანეთს. ამის შესახებ მე მექნება რაღაც კვლევა და შეიძლება მივაღწიოთ დიდ წარმატებას, რომ ადამი და მისი შთა მომავლობა უდიდეს როლს შეასრულებენ მსოფლიო კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. არა მარტო გმირებით, არა მარტო ჩვენი დიდი მეფეებითა და მხედართმთავრებით, არამედ ჩვენ ყველანი ვიქნებით წარჩინებულნი, იმიტომ რომ ჩვენგან შეიძლება ითქვას დაიწყოს სამყარო არსებობა საერთოდ. მე ბოდიში ასეთი თამამი გამოთქმისათვის გლოცავთ ყველას და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, ვინც იშრომეთ, იღვაწეთ, დღე და ღამე ამაზე ფიქრით და ასეთი როგორც ჩემი მამუკა ბუთხუზა ესეთი ძლიერი წიგნი გამოვიდა. გაიხარე გენაცვალე და მადლობ დღეს მოწვევისათვის. მადლობა ბატონებო. მარტინი არ ვიყავი. სიტყვა ეძლევა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, თადარიგის გენერალ-მაიორს, ბატონ თენგიზ შუბლაძეს, სამხედრო კონსულტანტს ამ წიგნისა. ხო. მოგესალმებით ბატონებო. პირველ რიგში მინდა მადლობა მოვახსენო ამ წიგნის ავტორებს. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დანატოვარია ჩვენი მომავალი თაობისათვის და ჩვენ ყველანი მივესალმებით ამას. გასაგვირელია იმ ადამიანებს, ვინც ხარში დაუდგა კოლექტივს და ხელი შეუწყო ამ წიგნის გამოცემას. გასაგვირელია წეგან მამუკამ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამ წიგს აქვს მრავალმხრივი დატვირთვა და ერთ-ერთი არის პატრიოტული აღზრდის თემატიკა შეეხო და ზოგადად ალბათ სწორია ეს თვითონ მიდგომაც, როდესაც ღირსშესანიშნავი თარიღები მოდის, ალბათ აუცილებელია რომ რაღაც ქმედებები ადამიანებმა დაუკავშირონ ამ ღირსეულ თარიღებს. ახლა მაგალითად მამუკა დამერწმუნება რომ ჩვენ ახლა იცით თქვენ რომ 80 წელი მოდის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების და მე და მამუკას ჰქონდა ასეთი იდეა რომ საქართველოსდან გმირები, გენერლები, ღირსეული შვილები საქართველოსი, რომლებიც შეეწირნენ მეორე მსოფლიო ომს, მასთან დაკავშირებით გვინდოდა რაღაც წიგნის გამოცემა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, მაგრამ იმედია რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, გავახერხებთ და რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ ეს მართლაც კარგი საქმეა, იმიტომ რომ დღეს ალბათ შეიძლება ამას ვიღაცა ესე უყურებს, მაგრამ ხვალ ჩვენი შვილიშვილები გადაფურცლავენ ამ წიგს და ალბათ სიამაყის გრძნობით იტყვიან თუ რა ბაბუა ყავდა, რა მამა ყავდა, რა დიდი ბაბუა ყავდა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა თქვენ ამისათვის და წარმატებები. მადლობა.
ესე იგი, შემდეგი. ბატონ არჩილ ჩაშკელი. სიტყვა იძლევა ისტორიის დოქტორს, გადარგის პოლკოვნიკს. მოგესალმებით, პატრიციემოსტუმრებო, ბატონებო და ქალბატონებო. ჩემ წინ გამოსვლება ძალიან ბევრი და ძალიან კარგად ილაპარაკეს. ეს არ იყო მიმოხილვა მხოლოდ, გარკვეული ანალიზის იყო ჩადებული თუ რა არის ეს წიგნი, რას მოიცავს, როგორი არის მისი სტრუქტურა დაახლოებით, თუმცა მე ისევ გამეორდები ძალიან მოკლედ და დიდ დროს არ წაგართმევთ. ამავე დროს იმ პატარა შიდა სამზარეულოს გარკვეულ ელემენტებს გაგაცნობთ, რაც ამ წიგნის მუშაობისას და ამ წიგნის მუშაობის დროს იყო. პირველი ის რომ სამხედრო ისტორიის საზოგადოება და მის თავმჯდომარესთან ახლა დირექტორად წოდებული, ასე ქვია, ჩვენ დიდი ხანია ერთად მსახურობდით და მას შემდეგ როგორც ოფიცრები და როგორც სამხედრო ისტორიის ასე ვთქვათ თაყვანისმცემლები თანაშრომობთ. თუმცა ჩემი ინტერესების სფერო არ არის ეს თემატიკა არ ყოფილა არასდროს. მე უფრო სამხედრო ისტორია, სამხედრო ხელოვნების ისტორია, ოპერატიული ხელოვნება და ასე შემდეგ ეს იყო. და მაშინ როდესაც ბატონი მამუკა წლებია და შეიძლება თქვას 10 წლეულები არის მუშაობს ამ საკითხებზე. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ქართულ გენერალიტეტზე ან ოფიცრებზე. აქ არის კავკასიაზე საუბარი, სომხებზე, აზერბაიჯანელებს, ჩრდილოკავკასიელებს და შემდეგ ფაქტურად 10 წლეულებია უამრავი ნაშრომი და უამრავი წიგნი და მონოგრაფია არის დადებული. რა თქმა უნდა, რამდენიმე წელი მე რედაქტორი ვიყავი. ადრე ძალიან ეს გამოცემული იყო როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ასევე რუსეთში და ასე შემდეგ. და მაშინ როცა მთხოვა რედაქტორობა წიგნის, უარის ვერ ვეტყოდი ბუნებრივია. თუმცა მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმით არშევდექი მუშაობას. იმიტომ რომ ეს მეც მეჩვენებოდა რომ არ არის მაინც ცოცხალი საქმე და ეს არ არის კვლევის და ანალიტიკის, ასე ვთქვათ, სფერო. თუმცა როცა დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო მომენტები იყო. ძალიან ბევრი საინტერესო, განსაკუთრებით 18-21 წლების. რამე თუ იქ ბევრი თეთრი ლაქა იყო და არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტერესების სფერო კონკრეტულად არის 18-21 წლები. ანუ ახალი და უახლესი სამხედრო ისტორია. მიუხედავად ამისა, იქ კიდევ ბევრი თეთრი ლაქაა და მე ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა ამ ყველაფრისთვის. ასევე თანამედროვე ეპოქის 91-დან 25 წლამდე, 24 წლის ჩათვლით. ერთი რამით სასახად შემიძლია თქვა, მიუხედავად იმისა, რომ აქ დამსახურებული ხალხი ხართ. ძირითადად გენერალიტეტი ხომ, როგორც თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების, ასევე შინაგანი საქმეების სამინისტროს და ასე შემდეგ, თითოეული თქვენგანი აღმოაჩენს ახალს. ახალს აღმოაჩენს სრულად უცნო პერსონებსაც კი, არათუ სრულად უცნო ამბებს და მოლოდინებს. ამ თვალსაზრისით წიგნი იძენს შემეცნების ხასიათის ღირებულებასაც. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ჩამოწერილი მკვდარი ბიოგრაფიები, ცოცხალი ისტორიები, ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი არის. და გარკვეულწილად ანალიტიკაც არის ჩადებული მასში. სტრუქტურულად, როგორც მოგახსენეთ, ეს იყო 18-21 წლები და უახლესი პერიოდი. და გავანაწილეთ როგორც ქრონოლოგიური, ასევე ანბანური თანმიმდევრობით. ასევე დავუშვათ დამსახურების და წოდებების მიხედვით თარიღებთან დაკავშირებით. საბოლოოდ, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგანი საქმეების სამინისტროს, ასევე უშიშროების კომიტეტის და უსაფრთხოების სამსახურის, ასევე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის, უფრო საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პოლიციელთა საერთაშორისო ასოციაციის, ანუ ძალიან მთელი მოცულობით არის აღდგენილი. საერთო ჯამში გამოვიდა 324 პერსონა. 321 გენერალია, 3 ადმირალი. ისმის კითხვა, ბევრია თუ ცოტა? უფრო ბევრი შეიძლება ყოფილიყო. ბევრიც არის და ცოტაც არის ერთგვარად. გაშენ რა კუთხით შევხედავთ. ისეთი პატარა ქვეყნისათვის და ისეთი პატარა შუალედისათვის, რაც არის 18-21 წლები, 3 წელი და 91-დან დღევანდლამდე. 324 გენერალი თითქოს ბევრია და გარკვეულწილად ასეთ პატარა ქვეყნისთვის სულ 3 მილიონი ნახევარია, 3 ნახევარი, შეიძლება ცოტა მეტი. ბევრია. ძალიან ბევრია. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რანი ვართ, ვინა ვართ, საიდან მოვიდეთ, როგორ ვიარეთ და რას ვაკეთებ დღეს და რა გვეუბნება ხვალ, ხო? ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 18-21 წლებში უფრო მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო ქართულ არმიაში გენერალი. ეხლა ამაზე ლაპარაკობ, უმეტესობა დარჩა სამწუხაროდ. სამწუხაროდ უმეტესობა ესეც ჩვენი ისტორია, უნდა ვთქვათ ყველაფერი. ისტორია ეს არ არის შელემაზებული იგავარაკების კრებული, ხო? თქო ეს არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება რომ ის თქვა ნათქვამი. სამწუხაროდ უფრო მეტი გენერალი რუსეთის არმიაში დარჩა, როგორც ცარისტულ არმიაში, ასე დროებით მთავრობის დაში. იქ დარჩა და გააგრძელა სამსახური. ისე აღარ დაბრუნდა სამსახური. და თითოეული გენერალი ის დაბრუნდა და ჩადგა საბჭოთა სამსახურში 18 წლებში, დაწყებული 17-18 წლებში. 100 მაგათ 1000 მაგათ დასაფასებელია.
ბევრი მათგანი მეფის არმიის, ანუ ცარისტი გენერალი იყო. ბევრი მათგანი იყო დროებითი მთავრობის გენერლები და ის დიდი გენერალი, მაგალითად, ტვინიტაძე, ეს არ იყო ცარისტი გენერალი, ის შემდეგ მიიღო მან გენერლობა. ხო, დროებითი მთავრობის იყო. ზოგმა ქართულ ჯარში მიიღო გენერლობის წოდება. ზოგი ცარისტი გენერალი იყო. ყველა ეს პერსონაჟი დასაფასებელი ბუნებრივია. გენერალებიდან 4-მა მიიღო ეროვნული გმირის წოდება. 4-მა გენერალმა. ხო, და მით უმეტეს თან ეს გმირები აღნიშნულია, საკითხვა გამოყოფილი ცხადია, განსხვავებული შრიფტი, განსხვავებული ფერით გენერლები გმირები, როგორც იმ დროს, ისე ახლანდელ დროში, ნუ უახლეს წარსულში თითოეული ჩვენგანი ვიცნობდით. იმ გენერლებს ბუნებრივია ჩვენ არ ვიცნობდით და ვერ გესწრებოდა, მაგრამ ჩვენი დროის გენერლებს, გმირებს, ეროვნულ გმირებს, სამწუხაროდ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიენიჭებათ ხოლმე, პირადად იცნობდით თქვენს და ვიცნობდით ჩვენ, ხომ? ჟიული შარტავა და გენო ადამიანი. პირადად ვიცნობდით ძალიან ბევრი ჩვენგანი. აი ეს მინდოდა მოკლედ მე თქვა ამის შესახებ და დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, დიდი მადლობა იმის გაზიარებისთვის, რასაც თქვენ ახავთ. ერთი ფაქტია, რომ ეს არის წიგნი, რომელიც არ დაიღლებით და არ მოგბეზრდებათ. ეს არის წიგნი, სადაც ძალიან ბევრ ახალ რაღაცას აღმოაჩენთ. მე არ ვაკეთებ რეკლამას ბუნებრივია, თუმცა ნათქვამი იყო ბატონი ალიკოს მიერ, რომ არ არსებობს შენიშვნის გარეშე და კრიტიკის გარეშე ელემენტი, ჩვენ შემდეგ აღმოაჩენთ კიდე რაღაც ელემენტები, რომელიც გაგვეპარა. თუმცა იმას გეტყვით, რომ ელექტრონული ვერსია, რომელიც დაიდება ბიბლიოთეკაში, გასწორებული იქნება, ყოველ შემთხვევაში ორთოგრაფიული შეცდომით ნამდვილად აღარ არის და გარკვეული შევსება მოხდება იქ სიტუაციის. ნუ ალბათ გასაზრდელიც გვაქვს, მეორე რედაქციის გაკეთება ვნახოთ რას იზამს, მით უმეტეს საიტზე უნდა იყოს ბიბლიოთეკის. ბატონო? არა, საიტზე დაიდება, ბუნებრივია ეს გასცენით. ასე რომ დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. ისორი წამოწევს და მადლობა სამხედრო ისტორიის საზოგადოებას, რომ ისევ ასე ვთქვათ ჩავერთეთ და გავაკეთეთ. მაგრამ ეს კარგი საქმე პრინციპში. მაგრამ ეს არ არის უკანასკნელი. ეს ჩვენ იმდენი გეგმები გვაქვს. ბუნებრივია, ბატონმა თენგიზმა ახსენა აქ საბჭოთა პერიოდის და მეორე მსოფლიო ომის იქ კიდე ზღვა ოკეანეა. უბრალოდ აქ გრადაცია მოახდინე ჩვენ, გრადაცია რომ ყოფილიყო კონკრეტულად აი ეს ხალხი და მით უმეტეს აქ ეროვნული გმირები არიან. კარგი, მადლობა ყველასთვის. დიდი მადლობა. ეხლა სიტყვა ვთხოვოთ ჩემს მეგობარს, ისტორიის მეცნიერთა დოქტორს, პროფესორს ნიკო ჯავახიშვილს. ვთხოვოთ, მოგბრძანდეთ. მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან კარგ საქმეზე ვართ შეკრებილები. თავის დროზე რო ეფიქრა ვიღაცას და დამოუკიდებელი საქართველო რო იყო 18-20 წლებში მამუკასნაირი ენთუზიასტი გამოჩენილი იყო და დაეწერა, ამდენს არ იწვალებდა მამუკა, ეხლა რაც იწვალა, აღნიშნა კიდევაც რომ ბევრი ფაქტი არ ვიცი. რატომ უნდა ეძებდეს დღეს ადამიანი, მკვლევარი 18-დან 21 წლამდე გენერლების დაბადების თარიღებს, გარდაცვალების თარიღებს, ძალიან ბევრი რამე არ ვიცით. და აი ამას ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამას, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, იმიტომ რომ ეს არის სამომავლო საქმე. დღეს თუ ეს არ გაკეთდებოდა, 20 წლის შემდეგ, ასე რომ ერთმა ყველა აცოცხლოს და კარგად ამყოფოს, მაგრამ ადამიანები მუდმივები არა ვართ და მივიდიან ხო ადამიანები, ვარჩევით აქ. ოდესღაც ყველა გარდაიცვლება, დაბადებული ვინც არის, იმიტომ დაიბადა რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ, ზოგი 100 წლის შემდეგ, ზოგი 120 წლის შემდეგ, მე არ მინდა შევუმცირო არავის. ასე რომ აქედან გამომდინარე თუ შევხედავთ, მე როგორც პროფესიონალი ისტორიკოსი ამ წიგნს ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ და დიდი მადლობა ამ კოლექტივს, მე შესანიშნავი კოლექტივია შეკრებილი, თვითონ მამუკას ყველა ვიცნობთ, ბატონი არჩილი, პროფესიონალი მკვლევარი, სამხედრო ისტორიკოსი და ყველა ავტორი, რა ვიცი, ნებისმიერი, ვინც აქ არის, შემთხვევით არავინ მოხვედრილა აქ, ბატონი დათო არის და მამიას ვერ ვხედავს, არ არის მამია? ხო, ნუ ეს ხალხი უცხო არ არის ჩემთვის, ესენი დიდი ხანია მათთან მეგობრობ და საერთოდ მაგრამ ვთქვათ რომ მამუკა არის მთავარი, ასე ვთქვათ, წინამძღოლი ამ საქმის. ჩვენ ერთად არა, პირველ ავტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე შენ შეკრიბე ეს და მაგაშიც შენი დამსახურებაა და ეს არ შეიძლება ვიღაცა მართვას. მე მაქვს ამის თქმის უფლება, შენ თავზე ამას ვერ იტყვი. ასე რომ მივესალმები და უსურვებ წარმატებებს, მით უმეტეს რომ მამუკამ თქვა რომ აპირებს განაგრძოს ეს საქმე. ხო, იმიტომ ეს თემა უნდა დაიხუროს. რატომ იცით ბატონო ნიკო? იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ დავტოვოთ მიღმა ის გენერალიტეტი
რომელმაც 440-მა კაცმა მეფის არმიაში იმსახურა 1700 წლიდან 1917 წლამდე. რატო უნდა დავკარგოთ ჩვენ ეს ხალხი? ისინი რომ ქართველები იყვნენ, ხომ, სწორია? ისინი იყვნენ ქართველები. გენერალებმა რა დააშავეს? 40 წლიდან 91 წლამდე იმსახურა 152-მა ქართველმა საბჭოთა გენერალმა და ადმირალმა. და საზღვარგარეთში კიდე ვინც მოხდა და იქ გახდა გენერალი 70 კაცი. კიდევ დავამატებ ამას, რომ არც ერთ არმიაში სამსახური არ არის სირცხვილი, არც მეფის რუსეთის არმიაში სხვა არმია არსებობდა, მაშინ სადღაც ემსახურა ქართველ თავადიშვილს ახლა. ნუ ესვრით მაინც და მაინც ტალახს ხანდახან იტყვია, რომ აიცა რუსეთის მეფეს ემსახურა. ფოტე აფხაზი თუ სამარცხვინო იყო, მაშინ ვიღაყავს და იქ ვიტყვი მაგას. ასე რომ 4 კაცი რომ არის ეროვნულად გამოცხადებული, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე ფოტე აფხაზის დამსახურებებზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა ის, რომ თვითონ ფაქტიურად საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებლები არ ვიყავით 1917 წლის ნოემბერში რო ჩატარდა ეროვნული ყრილობა პირდაპირ გამოაცხადა წოდებრივი ორგანიზაციის მთელ ქონებას რომელიც შეადგენს 28 მილიონ მანეთს ოქროთი დიდი თანხა იყო ძალიან ეს დღეს რო გადაიყვანო მილიარდები გამოვა დოლარში გადასცემს ქართველ ერს იგივე გააკეთა დავით ნიჟარაძემ, რომელიც იყო ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურების წინამძღოლი. მისი სიტყვები იყო ასეთი: ჩვენ ისეთი მდიდრები არა ვართ, დასავლეთ ქართველები, როგორც აღმოსავლეთ ქართველი თავადაზნაურობაა, მაგრამ რაც აგვაქვსო, იმას ჩვენ გადავცემთ. აქ იყო შენობები, აქ იყო გიმნაზიები, აქ იყო კახეთის რკინიგზა, რომლის ხელმძღვანელიც იყო სწორედაც კოტე აფხაზი, ასე რომ ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოსთვის სასახელო შვილებთან. ამის წამოწევა და ამის წარმოჩენა, რა თქმა უნდა, კეთილშობილური საქმეა და კიდევ ერთხელ ვესალმები და მეც აღარ გავაგზელებ, გილოცავთ. სიტყვა ეძლევა ბატონ დავით ფეიქრიშვილს, პროექტ მემატიანის ხელმძღვანელს, ჩვენს წარმომადგენელს კახეთის რეგიონში. მოგესალმებით, მადლობა ბატონ მამუკას, მადლობა თქვენ ყველას. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდა. ეხლა რომ ვესაუბრები ახალგაზრდებს, ყველა თავისთავად ვესაუბრებით და ყველაზე საუკეთესო სპეციალობა გონიათ ამერიკაში რომ დახვალ და დაждები ტრაილერზე. ეგ არის ხშირად ის მაქსიმუმი, რაზეც ჩვენი ახალგაზრდობა ოცნებობს და უნდა იცოდნენ ამდენი სამხედრო მოსამსახურე, ღირსეული სამხედრო მოსამსახურე და ეს ყველა ეპოქაში უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ შევძლოთ, შევდგეთ როგორც სამოქალაქო საზოგადოება, როგორც სახელმწიფო და კიდევ დიდი მადლობა ბატონ მამუკასთან ერთად თანამშრომლობთ, რომ ელექტრონულად საშუალება ჰქონდეთ დავუშვათ რომელიმე გვარს, რომ აკრეფა, მოძიება რო გინდა რომელიმე გვარის ძირითადად ამოდის ან მოცეკვავე, ან იუმორისტი, ან უფრო აი ვიღაცამ რაღაცა დააშავა და იმ ხალხზე გაცილებით მეტი ინფორმაცია ვიდრე იმ ღირსეულ და გამოჩენილ ადამიანებზე და აუცილებლად რო წაიკითხა და შემოგვარეს რომ ნახავ იდუმეტე საამაყო კაცს ეს საუკეთესო მაგალითია ის ეხლა მე პირადად მუშაობ სასულიერო პირებზე და უნდა მოგახსენოთ რომ ბატონი მამუკას წინაპრები იყვნენ დიდი ისე კი არა ჩვეულებრივებიც იყვნენ მაგრამ ჩინოსანი ბუდელები კი ეგრეა გურიაში დიდი მადლობა გვინდა ვთხოვოთ სიტყვით გამოვიდეს ორი სიტყვით საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძეს. გთხოვოთ ბატონ დავით. ხონუ მაგარი მჭერმეტ ყველა მოირჩია ახლა ამ გამოსასვლელად. რა თქმა უნდა, კარგია, რაც არ დამიკითხავს იმაზე ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ხო? მოცალეობის ჟამს. და მე უბრალოდ მინდა მიულოცო ქართულ საზოგადოებას, რომ ასეთი წიგნი შემოდის. ასე ვთქვათ,
იმიტომ რომ მართლა აქვს მნიშვნელობა და მადლობა მინდა უთხრა ავტორთა კოლექტივს, ვინცა გამოვიდა სუყელას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამაში. სუყელას და კარგად ყოფნა გისურვოთ სუყელას. მინდა ორიოდე სიტყვით ბატონ პოლიციის გენერალ-მაიორს მიხეილ სალაძეს ვთხოვოთ ორი სიტყვით. თუ შეიძლება. აქ პოლიციელებიც არიან წარმოდგენილები და ამიტომ ძალიან ვთხოვთ ორი სიტყვით ბატონ მიხეილ. ძალიან დიდი მოგესალმებით ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. თავი არის რომ თავიდან ვისაც მოუვიდა აზრად ეს ასეთი რაღაცა გააკეთებია, ამაზე მეტი საკითხი რა შეიძლება რომ გააკეთდეს. ეხლა როგორ გითხრათ, ჩემი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე არ მაკლია არც ციგნი და ეს სადაც ვარ, მაგრამ ალბათ ეს ციგნი ცოტა ძალიან სხვადასხვა ემოქმედებს ჩემსაც უკვე იმოქმედა რომ გავიგებო ესეთი რაღაცა კეთებოდა და ჩემს ოჯახის. მადლობა ყველას. და სათხოვარი მაქვს ახლა აქ ძალიან ბევრი ხალხი არის, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგები არიან. აქ თხოვთ რომ დიდხანს იცოცხლოთ. აი ხარ. დიდი მადლობა. მოგზავნით როგორ არის? მე უნდა მეთქვა ახლა თქვენი გვარი დამესახელებელი, მაგრამ თქვენ დამასარეთ. ხო. მიგენიშნებია კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ჩვენ ვართ უნიკალური მომენტის მომსწრე, როდესაც ის საკეთებელი რაც უნდა სახელმწიფოს გაეკეთებია კერძო პირებმა და კონკრეტულად ბატონმა მამუკამ და მეგობარმა, რომელმაც მოახდინა მისი დასპონსორება, ასე ვთქვათ, შეასრულეს. აქ ეხლა ყველა გამოსვლელი მადლობას უხდიდა ბატონ მამუკას და რა თქმა უნდა მართლაც სამადლობელია, რომ უდიდესი შრომა გასწია. თვითონ წიგნი არის შესანიშნავად შესრულებული, გარედანაც დიზაინი შესანიშნავად არის მოფიქრებული, მაგრამ მე მინდა ერთი რამდენიმე, ასე ვთქვათ, ჩემი სურვილი, შენიშნა არა სურვილი, რომ ეს წიგნი ჩემი აზრით უნდა მიეძღვნას იმათ, ვინც იყო, ვინც არის და ვინც მომავალში იქნება კიდევ ამ კატეგორიის ადამიანები, რომლებიც არიან მოქცეულები. და აქ არიან ის ხალხი, რომლებმაც წლების მანძილზე და სწორად გააკეთა ბატონმა მამუკა, რომ ყველა თაობის გენერალს მოუყარა თავი. ზოგი ბევრი ისეთია, რომელიც უკვე აღარ წახსოვდა ჩვენს მოსახლეობას და თითქოს მივიწყების იმაში იყო გადასული უკვე რეჟიმში. განსაკუთრებით მინდა მადლობა უთხრა იმ ხალხს, რა თქმა უნდა სამხედროების შრომა და ღვაწლი დაუფასებელია და შეუფასებელია, მაგრამ აქ ცალკე თავებად არის გამოყოფილი ეგრეთ წოდებული ოპერატიული სამსახურების მუშაკები, გენერლები, რომლებიც სხვადასხვა დროს ემსახურებენ ჩვენ ქვეყანას ამ პოზიციიდან. რა თქმა უნდა, ადვილია შედარებით, არც მაშინ იყო ადვილი, მაგრამ ადვილია შედარებით, როდესაც დიდი იმპერიის რაღაცა პატარა ნაწილი ხარ და იქ რეჟიმის წესრიგის დაცვა შედარებით შეიძლება ითქვას ადვილია, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დამოუკიდებლობის პერიოდში მომუშავე ის ხალხი, რომელთა კისერზეც გადაიარა და ოფლისა და სისხლის ფასად მოხდა ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა და წარმატებით შესრულდა ეს ყოველივე. ეს არის ალბათ წიგნი მადლიერების გამოხატვა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც ეს უზარმაზარი შრომა გასწიეს და ჩვენი ქვეყანა ასე ლამაზად მოიტანეს აქამდე.
ერთი სურვილი იყო ალბათ ამ ტომს დარქმევოდა პირველი ტომი და გაგრძელება იქნებოდა ჰეი ვინ მოდის მათ მომავლე და მომავალი გენერლებისაც ვილაპარაკეთ ბატონო ალექსანდრე რომ ჩვენ გვინდა ეს თემა საერთოდ დავხუროთ ხო იმიტომ მეფის არმიის გენერალიტეტი ვინ საზღვარგარეთ მოხდა საბჭოთა გენერალიტეტი ეს თემა დაკარგული არ არის. არა, ხო. ვიღაცა შეიძლება იფიქრებს, რომ ჩვენ ეს დავკარგეთ და ისინი მივივიწყეთ, არ ვიცით შემთხვევაში. ჩვენ ამ მიმართულებით მზად მასალა მზად არის. კიდევ ერთხელ გილოცავთ. გამოვიკიდებლობაზე ცალკე გავაკეთეთ ჩვენ. ვიდრე დიდი მადლობა. სულ სხვა ესაა ჩადებული აქ. დიდი მადლობა ასეთი დიდი უანგარო შრომისათვის. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. გაიხარო. სიტყვა ეძლევა თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ მამია გოგოლაძეს. მოგესალმებით. დიდი მადლობა. ნუ როგორც იქნა ამ წიგნს ჩვენ რამდენი ხანია ესე იგი რომ დღის წესრიგში იყო აი ესეთი ნაშრომის ამ ნაშრომს რომ ეხილა ზისინათლე როგორც იტყვიან, რა თქმა უნდა აი აგერ ბატონი მამუკა აი ჩვენის როგორც რა თქმა უნდა ბატონი ირაფოს აგერში სპონსორი განსაკუთრებით რომ არაჩვეულებრივი პიროვნება და როგორც იქნა ესეთი წიგნი დაიბეჭდა. ნამდვილად სულ ყოველთვის ამას ვიზახოდი რომ ძალიან ის დაგჩვენდა ამ ბოლო დროს რომ უცებ დავიწყება რა ადამიანს რაღაცა დამსახურება ამას დაუკარგავთ და თუ რამე ისეთი ხელად ატრიალებენ 24 საათი. არა თუ არ იქნა ის რაღაცა ტრადიციები, თუ არ ის პიროვნებები, რომელზედაც სწორება შეიძლება, რომლებმაც აი თავი გასწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის და არსებობისათვის. თუ არ იქნა აი ამის დაფასება და ერთგვარი პროპაგანდა რა თქმა უნდა, ცუდად წავა საქმე. დღეს საქართველოს გადის ნამდვილად აი ბეწვის ხიდზე. 1000 ჯურის შინაური პირველ რიგში და მერე გარემტერი ცდილობს უბრალოდ სახელმწიფოების მოსპობას. და ეს ჩვენი პატარა ღვაწლი, პატარა ის რომ აი მართლაც და პატრიოტულ გრძნობების გაღვიძებას ემსახურება მომავალ თაობებში. ისევ და ისევ დიდი მადლობა მობრძანებისათვის და რავი, შევეცდებით რომ შეძლებს დაგვარად გაგახაროთ კიდევ მსგავსი და უფრო უკეთესი კიდე ნაშრომები. გაიხარეთ. ეხლა ალბათ საინტერესო იქნება დამსწრე საზოგადოებისთვის რა მიმართულებით მუშაობს სამხედრო ისტორიის საზოგადოება. ნუ ეხლა ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმები გვაქვს. ნუ ჩვენ წეღამ თქვით, მე საუბრობ რომ ჩვენ უნდა ეს ციგნი აუცილებლად გავაკეთოთ მეფის არმიის გენერალებზე, თეთრ არმიებში მომსახურე ქართულ გენერალებზე, საბჭოთა არმიის გენერალებზე და ადმირალებზე, ნუ საზღვარგარეთის არმიებზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. აი რაც მთავარია ჩვენ ამასინათ მასში გადაცემაში გადაცემაში აღვნიშნეთ რომ ჩვენ დავამთავრეთ მუშაობა საქართველოს წარმომადგენლებზე, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომში 1914-1918 წლებში დაიმსახურეს 4 ჯვარი. ჩვენ გქონდა გადაცემა ამ თემაზე, ობიექტივზე ვილაპარაკეთ. ასეთები არის 5000 ადამიანი, ცოტა მეტი. რომლებმაც დაიმსახურეს ყველა ფრონტზე 4 ჯვარი. მეცაც გეტყვით, არის ერთი პიროვნება, ემელიანე ყანჩაველი, რომელმაც დაიმსახურა 8 ჯვარი. ეს არის ისტორიას არ ახსოვს ასეთი რაღაცა, რომ ნუ მაგან როგორ დაიმსახურა 8 ჯვარი. რუსეთ-იაპონიის ომის დროს მიიღო 4 ჯვარი და პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე მიიღო კიდე 4 ჯვარი. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ამიტომ 5000 კაცი ჩვენ ყავს განხილული და მე მგონი მალე წიგნი გამოვა. ძალიან მაგარი ნაშრომია. ჩვენ გვინდა მიუძღვნათ ეს ნაშრომი 28 წელს ხდება 110 წელი პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისა. ნუ ყველამ გამოიჩინა თავი იქ. რუსეთში დაიბეჭდა ნაშრომები, ბელორუსიაში, უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ასეთი ნაშრომი და ხომ უნდა იცნობდნენ, რომ ქართველები ნუ ყოველთვის არა, ნუ ხმალს რომ ვიქნებდით ოდითგანვე ეს გასაგებია, მაგრამ რომ ასეთი დამსახურებული პიროვნებები რო ყავდა ქართველ ერს, ხომ უნდა იცოდეს სხვამაც, საზოგადოებაც. ხო და აი ეს ნაშრომი, მე ჩვენ ბატონმა გენერალმა შუბლაძემ აღნიშნა, რომ
აი რაც მეორე მსოფლიო ომში დამსახურებულები იყვნენ, ჩვენ გვინდა ამაზე გავაკეთოთ წიგნი. თქვათ, ჩვენ ახლა დავამუშავეთ ძალიან ბევრი მასალა, ვინ სად არის დასაფლავებული. ნუ ვეტერანთა სამსახურთან ჩვენ ერთობლივად გვინდა ეს ნაშრომი გავაკეთოთ. იმიტომ რომ ეს თქვენი თემაც არის და ჩვენი თემაც არის. მე მგონი ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხზე და არა, რატო და ვიჩხოთ პირიქით. პირიქით. ერთობლივად გავაკეთებთ, მე მგონი. ხო, ნუ ეროვნულ გვარდიაზე თქვი წეღან. მე ძალიან საინტერესო თემატიკაა ავღანეთში ვინც იბრძოდა ავღანეთში და ვინც დაიღუპა. ნუ ჩვენი მონაცემებით 122 კაცია ასეთი, ვინც საქართველოში. ის მარტო ქართველები არ არიან, სხვა ეროვნების ხალხზეც არის ლაპარაკი. ხო, მე საქართველოს პოლონეთის სამხედრო ურთიერთობების ისტორია, საქართველოს უკრაინის სამხედრო ურთიერთობების ისტორია. ნუ საქართველოს აზერბაიჯანის ჩვენ გამოვეცით. ნუ ჩვენ კი არ გამოვეცით, აზერბაიჯანმა გამოსცა სამ ენაზე, ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ეს იყო 2019 წელს. როცა ჩვენ ვიყავით ბაქოში, მიწვეულები. ხო, მე ქართველები წმინდა გიორგის ორდენის კავალერები, უმაღლესი რანგის სამხედრო საზღვაო მოღვაწეები საქართველოსდან იბეჭდება აჭარაში. იქ ჩვენი წარმომადგენელია პირველი რანგის კაპიტანი, რომელიც ამ ბაჯელიძე, რომელიც ამ საქმეს უდგას სათავეში. ნუ და სხვა კიდე ბევრი პროექტებია. თავარია ჩვენ ჯანი კონდეს, არა? რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ. და მშვიდობა იყოს, ხო? მშვიდობა იყოს. ეხლა ჩვენ გადავდივართ მეორე შეკითხვა. ბატონო, გისმენთ? შეკითხვებზეა, მეთქი გადავდივართ შეკითხვებზე, ხო? ბატონო? ხო. და იციან Facebook-ზე. ბატონ გია ნაირაშვილთან მიმართეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგან იცის ყველაფერი. ეხლა ჩვენ გადავდივართ, თუ ვინმეს კითხვები აქვს, უპასუხებთ. თუ კითხვები არ აქვთ, მაშინ რა არის? ხო, მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ. რა არის? და тоже поблагодарить, и он поблагодарит, что пока я говорю. ხო და ყველას მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის და ამ ლამაზ ღონისძიებაში რომ მიიღეთ მონაწილეობა. მაგრამ რა არის? რა საკვირველია ბატონო ალიკო, თქვენთვის შეიძლება აბა. ჩვენ რამდენი წელიწადია ვიცნობთ ერთმანეთს, ა? 1-30 წელი არა? გამარჯობათ ბატონო. ვისაც სურვილი აქვს შეუძლია გამოვიდეს. გამარჯობათ პატივცემლო მოწვეულო სტუმრებო, მასპინძლებო, ხალბატონებო, დამსწრე საზოგადოება. მე გახლავართ თადარაგის პოლკოვნიკი, ყოფილი მესაზღვრე, ავღანეთის კავშირის წევრი ალექსანდრე ქობელაშვილი. ფეხბურთში სტარში ქობელას მეძახდნენ. მოკლედ, მე რატო ვთხოვე მამუკას, რომ ორი სიტყვა მეთქვა. ის რაც ჩვენ აქ ყველამ ერთად მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ცოცხალი ზღაპარია და თავი კინოში მგონია. იმიტომ რომ ჩვენი ხალხი გმირი ხალხია. ეს რაც თავარი უნდა მეთქვა. ეხლა შემდეგი ბატონო მამუკა. თქვენ წერან ახსენეთ ავღანელები. სამჯერ მე როცა ვიყავი ავღანეთში, ეს იყო მესამე მსვლელობა ქართველების ავღანეთში. მანამდე შახის დროს და იქ დაკრძალულია გიორგი მე-11 და ამ ისტორიას თქვენ თავს არ შეგაწყენ, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ ეს. შემდეგ იყო მეოთხე მისია უკვე ანტიტერორისტული ცენტრიდან გამომდინარე, ანუ 5000 კაცი იბრძოდა ავღანეთში. იმ საომარ მოქმედებებში აქ თქვენ ახსენეთ ციფრი გარდაცვლილთა. ამ ციფრს შეიძლება კორექტირება მოვახდინოთ ამისი. რა თქმა უნდა. ჩვენი ინფორმაციით 128 ბიჭია დაღუპული.
მე არ ავთვლი მისიებს, იმიტომ რომ ეს შემდგომი თემაა და ეს თემა მე ვახსენებ პერიოდს 79 წლიდან 99 წლის ჩათვლით. გუშინ იყო 15 თებერვალი ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 36 წლისთავი აღნიშნეთ. მოვიდნენ სტუმრები, ბატონი კობალაძე იყო, ბატონო გენერალო ბრწყინვალე ღვინო იყო რა. რომელიც თქვენ მოგვართვით. მეორე ტაიმი ხო აუცილებელი თემაა და ამიტომ ხო და 5000 მეომრის გარდა კიდე პლუს ავღანეთში იყვნენ დაახლოებით 3000 სპეციალისტი. პედაგოგი, ინჟინერი, სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ. მშენებლები რა თქმა უნდა. საავიაციო ქარხანა, დიახ. მოკლედ სერიოზული თემაა, იმიტომ რომ ეს ჩვენ საკუთარ კისერზე გავიარეთ. მე ამ ბიჭებმა სამშობლოს გულისთვის უკვე აქ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოლეს. მათ შორის მეც გახდით სამწუხაროდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ახლა მინდა ორი სიტყვით ჩემ მამუკა მე ვიცი რომ ყველა იცნობთ მას, მაგრამ მე ჩემი სათქმელი მინდა თქვა რა. აი გულანთებული კაცი რა, ამას ვინაცვალე რა. სამშობლოს მოყვარული და ვაჟკაცი ბიჭი. დიდი მადლობა ბოდიში ემოციებისთვის. შენ მადლობა ალიკო. ვისაც სურვილი გაქვს შეგიძლიათ ბატონო კარგი ხო პოლკოვნიკ ნაირაშვილს სიტყვა სამხედრო ისტორიის საზოგადოების სახელით რა თქმა უნდა არ შემიძლია არ ავთქვა უმეტესი მადლობა ქალბატონ მაყვალას რომ მიცემ მოგვეცა შესაძლებლობა თქვენ კედლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია. რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს ბატონ რაფო აგაჯანიანს რომ კლავ ჩვენს გვერდზე დგას და გვეხმარება ჩვენ საქმიანობაში. დამსწრე საზოგადოებას თითოეულს ვინც დაგვაფასა, ვინც მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე და განსაკუთრებული მადლობა ჩვენ სამხედრო კონსულტანტს გენერალ-მაიორ თენგიშულაძეს. ახლა მეორე ნაწილი ჩვენი დღევანდელი ღონისძიების დაჯილდოება სამხედრო ისტორიის საზოგადოების წინაშე, ვინც განსაკუთრებული ღვაწლი შემოიტანა პიროვნებების დაჯილდოება. საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოება შეიქმნა 2017 წლის 25 დეკემბერს. გავიდა რაც ხანი და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რაღაცა წარჩინების ნიშანი უნდა ქონოდა, ხო? ამიტომ 2019 წლის 30 აპრილს არმიის დღეს შეერაგული ძალების დღე არის 30 აპრილი ჩვენ საერთო კრებამ გადაწყვიტა რომ ჩვენ შემოგვეღო ჯილდო, წასახალისებელი ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის ჩვენი საზოგადოების წინაშე ღვაწლისათვის ვინც რა ღვაწლს იღებს და როგორ და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წევრები რომელებსაც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან ისეთი ხალხი როგორც აკადემიკოსი მუსხელიშვილი დავითი როინ მეტრეველი რომლებიც დაჯილდოებულები არიან ამ ნიშნით გარკვეული თანადგომისთვის და სხვადასხვა საკითხებში გვერდით დგომისთვის და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს დავაჯილდოვოთ ქალბატონი მაყვალა გონაშვილი. წმინდა გიორგის ნიშანი. უწმინდესის ჯვართან ერთად მისი უწმინდესის ჯვარი მიკეთია მისი საჩუქარი და ასეთივე უდიდესი პატივია ჩემთვის ეს. ჩვენთვისაც ქალბატონო მაყვალა. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ქალბატონი მაყვალამ გაითვალისწინა ჩვენი წადილი და მწერალთა კავშირში შეიქმნა სამხედრო მწერალთა ჯგუფი
ის ჩვენ ისედაც ვამუშავებთ სამხედრო ისტორიის საკითხებს. ამიტომ ერთ რაღაცას დავამატებ. სიურპრიზად ვაპირებდი, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს წერალთა კავშირს, როცა დიდი ფესტივალი გვექნება, მსოფლიო ფესტივალი გაზაფხულზე, დაემატოს ერთი პრემია, სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვინც სამხედრო და პატრიოტულ თემატიკაზე მუშაობს. მოგეხსენებათ, გრიგოლ ორბელიანი იყო გენერალი და გრიგოლ ორბელიანის პრემია გაჩნდება ახალი. დაჯილდოვდეს ქალბატონი მანანა გორგიშვილი. წმინდა გიორგი არის მხედართან მფარველი და ამიტომ ჩვენ უღრმესი მადლობა. ძალიან მოკლედ ვიტყვი. რომ არ გადაგღალოთ, ძალიან მცირე წვლილი მიმიწვის ამ წიგნის გამოცემაში. და ვიცი როგორი შრომადევს და როგორი რთული არის ამ წიგნის გაკეთება. მე მინდა რომ მადლობა უთხრა ავტორებს და იცით, როდესაც მუშაობდი, მიჩნდებოდა სურვილი რომ უფრო მეტი გამეგო ამ ადამიანებზე და მქონდა სურვილი რომ ფილმებიც გადაეღოთ, ტელევიზიითაც ყოფილიყო ინფორმაცია. ეხლა მამუკამ ახსენა ისა და 8 ჯვრის მფლობელი ქართველი და დავიჯერო არც ერთ ტელევიზიას არ აინტერესებს ეს რომ მათზე გადაცემები აკეთონ, საზოგადოებამ გაიცნოს. ძალიან ბევრი ინფორმაცია რომელიც ამ წიგნშია, საზოგადოებისთვის უცნობია. მე იმედი მაქვს რომ დაინტერესდებიან და ჩვენ ტელევიზიებიც და ჩვენი მასმედიაც ამას მაინც გააკეთებს რომ აი ესეთი ინფორმაციები გავრცელდეს. მადლობა, დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის. მნიშვნელოვანი არ არის, ხო? არა. მაშინ მე ეხლა გამოვაცხადებ რომ დაჯილდოებული. ხო. მადლობა. არა, ხალბატონო. ხო, დაჯილდოებულია ასევე ბატონი ბაღათერ არაბული და რევაზ მიშვილაძე და რადგან ისინი არ არიან თქვენ გადასცემთ. ძვირფასი თანათავმჯდომარეები. რასაკვირველია. დიდი მადლობა. ხო. ქალბატონი გისანი ხოვსეპიანი. მინდა მოგახსენოთ ჩვენ ამ შარშან ივნისის თვეში განვახორციელებთ წიგნის პრეზენტაცია ამ დარბაზში, გახსოვთ კარგად, სომეხი გენერალები და ადმირალები საქართველოდან, რომელშიც ჩემი ქართული ტექსტი თარგმნა სომხურ ენაზე ქალბატონმა ისანე ჰოსიპიანმა და იმ ჯგუფს ძალიან დიდი მადლობა, რომელმაც იმუშავეს ამ ჩემ თარგმანზე და ამიტომ აი ამ საქმისთვის, რომელიც თქვენ გააკეთეთ, ჯილდოვდებით წმინდა გიორგის ნიშნით. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ახალი წიგნის დაბადებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ სახლში, ჩემთვის წმინდა ოჯახში მაქვს თქვენთან შეხვედრის კიდევ ერთი შესაძლებლობა. მადლობა მასპინძლებს, ქალბატონ მაყვალას, ქალბატონ მანანას, ქალბატონ მაყვალა მე და დარწმუნებული ვარ მარინაც თქვენი მოსწავლეები ვართ. ბატონო მამუკა, ეს ჩემთვის სიურპრიზი, ჩემთვის უდიდესი პატივია. მადლობა თქვენ საზოგადოებას, ბატონ რაფიკ აღაჯანიანს, ბატონ ვამბაიბურც, ქალბატონ მარინა ბოსტანჯიანს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს და ჩვენს უმცროს თანაგუნდელს სედა აბორბიანს. ეს ჯილდო ჩვენი ერთობლივი მიღწევა და მე ამით ძალიან ვამაყობ. დიდი მადლობა. პატიცემელო სტუმრებო, ჯილდოვდება თბილისის საკრებულოდან უმცირესთა ეროვნების ხელმძღვანელი მარგარიტა ხიდარბიგაშვილი. მოგზანდით. დიდი მადლობა, ჩემთვის ნამდვილად ეს დიდი სიურპრიზი იყო
და მინდა გითხრათ, რომ თბილისის საკრებულოსთან არსებობს ეთნიკური უმცირესობათა საბჭო, რომელიც ხელმძღვანელი ვარ მე და ვაერთიანებთ 15 თემის ხელმძღვანელებს და იმედია მომავალში ეს წიგნი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენ მომავალში ძალიან ლამაზი და ბევრი რაღაცეები შეგვიძლია ერთად ვაკეთოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ქალბატონ რიტას ვიცნობ ჯერ როცა სწავლობდი დაუსწრებლად პედაგოგიურ ინსტიტუტში 35 წლის წინ. Так. ჯილდოვდება თადარიგის გენერალ-მაიორი ბატონი თენგიზ შუბლაძე. ხოთ. Спасибо вам. Ошейник, так сказать. დიდი მადლობა ბატონ მამუკას და მთლიანად კოლექტივს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვისაც ჩამთვალა, რომ იყო ამ საპატიო მედლის მატარებელი და მფლობელი. მადლობა. ჯილდოვდება ჩვენი თანაავტორი, პოლკოვნიკი არჩილ ცეცხლიანი, მოგზადით. დიდი მადლობა, ეს ჩემს სიურპრიზი არ იყო, ბევრია ყოფილი. ცოდი არა. ჩიტმა მოიტანა ამბავი კი, ასე ვთქვათ. ორ სიტყვას დავამატებ წინათ ჩემ გამოსვლას. ესე როგორც მოგასცენეთ, მე რედაქტორი და ყოფილიყავი წიგნის, მაგრამ იმდენად საინტერესო და აზარტული გამოდგა მუშაობა და იმდენად დიდი შრომა იყო ჩადებული, თვითონ ხელმძღვანელმა ამ საზოგადოების მითხრა, რომ არჩილო, იმდენად დიდია შენი, ასე ვთქვათ, გვაწლიო რომ მოდი ავტორად შემოდიო, ჩემს უხრხულიყო, მაგრამ დავეთანხმე ამაზე და ასე რომ ამაზე დიდი მადლობა რა თქმა უნდა, რომ წიგნის ავტორი ვარ, თანაავტორი და დიდი მადლობა ამ ჯილდოსათვის, რომელიც ჩვენთვის იქნება ერთ-ერთი ძალიან საპატიო. მადლობა. ჯილდოვდება ისტორიის მეცნიერთა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი. გთხოვთ მიიღოთ ჯილდო. განსაკუთრებული 8 წლისათვის სამხედრო ისტორიის საზოგადოების წინაშე. აი ნამდვილად სურპრიზი თქვით. ეს არის უღრმესი მადლობა საზოგადოებას და მომავალში შემიძლია რედაქტორობა გაგიწიოთ უკვე პირობასაც. განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამხედრო ისტორიის საზოგადოების წინაშე და დაბადების 65 წელთან დაკავშირებით ჯილდოვდება თადარიგის იუსტიციის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ გოგიტიძე. ჩემს უფროს ძმას მოგესალმებით მეგობრებო, ჩემთვის მართლა სურპრიზი იყო. კაია, ამან სწორედ დაასახელა, რომ 65 წლის გავხდა, თორე ერთი მეგობარი გენერალი ყავს და 75 წლის გახდაო და ეხლა. ხო და ხალხმა კიდე ცოცხალი ხარო? მე გამოსვლა. ნუ პირველ რიგში მე ვიდა საზოგადოებას უსურო წარმატებები, იმიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწევიან და ეხლა აქ ჩემთვის სურპრიზი იყო ეს კითხვების დასმასთან დაკავშირებით და ჩვენ მამუკასთან მქონდა საუბარი. ბოლოს და ბოლოს დასადგენია ის რაოდენობა ჩვენი თანამემორიელების, რომლებიც დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომის დროს და პირველი მსოფლიო ომის დროს. იმიტომ ჩვენ მეორე მსოფლიო ომი უფრო გვახსოვს და გვტკივა, იმიტომ ჩვენი ათესაები, ბაბუაჩემის დიშვილი, მეორე ბაბუის ძმა დაიღუპა იმ ფრონტზე და ამიტომ გვტკივა და
არანაკლები ადამიანი დაიღუპა საქართველოსთან პირველი მსოფლიო ომის დროს და ეს ძალიან დიდი სამუშაოა, ამას დასჭირდება წლები ალბათ. იმიტომ ის დაშრომი გენერალ ბაბალაშვილის, რომელიც გამოვიდა 50 წლის წინ და რომელზეც ჩვენ გავიზარდეთ პრაქტიკულად თაობები გაიზარდა და ვიცით რომ 700.000 გაიწვიეს, ნახევარი დაიღუპა. ეს კატასტროფაა, იმიტომ ეს მეტყველებს იმაზე რომ ცუდი მეომრები ყოფილად ქართველები, ახლა ყოველი მეორე თუ იღუპება ბრძოლაში, კი, გვახსოვს რაც ხდებოდა იმ ომში, მაგრამ მე მგონია ეს ციფრი არის უფრო დაზუსტებელი და ამას დასჭირდება ძალიან დიდი ხნის მუშაობა და მე ყოველთვის მზათა ვარ ჩემ ძმასთან და ჩვენ მეგობრებთან ერთად ამ თემაზე ვიმუშაობ. მადლობთ კიდევ ერთხელ. ჯილდოვდება თადარიგის ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე დაბადების 70 წელთან დაკავშირებით. და დიდი პატრიოტული მოღვაწეობისათვის, რომელსაც ის ეწევა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში. ილოს. დიპლომია. Это для ношения на шее. Ахмед. Мадლობა. და ერთი კიდე არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც რომ არ დავაჯილდოთ და ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ქველმოქმედი, ეწევა მრავალწლიან საქველმოქმედო ღონისძიებას და მე მინდა გადავქცეს დიპლომი და ეს ნიშანი, რომელიც მას ნამდვილად ეკუთვნის, ეს არის ხალბატონი ნინო ნადარეიშვილი. ძალიან ვთხოვთ, მობრძანდით და მიიღოთ. დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ასეთ ბევრი წარმატებები. დიდი მადლობა. ხალბატონებო, ბატონებო, ღონისძიება დამთავრებული, გთხოვთ გადაბრძანდით მეორე დარბაზში. ფურშეთზე.